თბილისში საქართველოს ბანკის ახალი სათავე ამოქმედა ახალი შენობა გაგარინის ქუჩაზე საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. ეს არის ძველი შენობების ახალი სიცოცხლე. შენობა ძალიან შეესაბამება იმ აღმშენებლობის ეპოქას, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვქნით საქართველოში განაცხადა პრეზიდენტმა. ბანკის ახალი შენობის გახსნას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ესწრებოდნენ. შენობაზე ბევრად პროგრამაზე ადამიანები იმუშავებენ. ეს არის ძველი შენობების ახალი სიცოცხლე, ესე იგი ახალი სიცოცხლე, რომელიც მოიტანა საქართველოს ბანკმა. მინდა დიდი მადლობა გითხრათ ამისთვის. მე ამ შენობის სხვა შორის მინახავს ნიუ-იორკში თანამედროვე არქიტექტურის შენობაში. ეს შენობა ითვლება სოფლიო ჰაბიტატის სტილის ერთ-ერთ მთავარ შედევრად. ვთქვათ, საბჭოთა დროიდან თუ რამე შემოგჭა კარგი, ალბათ ეს არის პირველ რიგში 2-3 კიდე შენობა რაც დარჩა. და ძალიან შეესაბამება იმ აღმშენებლობის ეპოქას, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვქნით საქართველოში. აღმოვაჩინეთ ბოლო წლებში კიდევ ერთი რამე, რომ საქართველოს ქართველებს ძალიან კარგად გამოძდით ბანკირობა და საბანკო საქმე. ეს არ ვიცი სისხლში საიდან აღმოგვაჩნდა, ეთყობა ის, რომ აბრეშუმის გზის ნიშნულოვანი პუნქტი ვიყავით, ის რომ ძველთაგანვე იყო შენახვის ინსტიტუტი, მაგალითად ჩვენი პირველი ბანკირები მე ვფიქრობ იყვნენ სვანეთში. ის რომ ილია ჭავჭავაძემ ეროვნული საქმის აღორძინებაში დაიწყო სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილსაადგილმამულე ბანკის შექმნით, მაგრამ ფაქტია რომ ქართველებს ეს საქმე ძალიან კარგად გამოგდის. მქონდა პატივი საქართველოს ბანკი წარმოედგინა რამდენიმე წლის წინ 2007 წელს ლონდონის ბირჟაზე, როცა ის პირველი ქართული კომპანია იყო, რომლის ლისტინგი იქ მოხდა და ეხლა Financial Times-ი წერდა უკვე იმ წარმატებებზე, რომელიც აქვს ბანკს. მაშინ იცით რომ პირველი ვაჭრობა ძალიან წარმატებული იყო. სხვადასხვა პერიოდი არსებობდა, იმიტომ რომ სოფლიოში კრიზისი იყო, მაგრამ ახლა ადარებდა რუსულ ბანკებს და იძახოდა რომ განსხვავება საქართველოს ბანკისა და რუსული სამი კომპანიის არის ის, რომ საქართველოს ბანკი არის ნამდვილი ბანკი, რომელიც ეფუძნება ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. მაშინ როცა რუსული კომპანიები ეფუძნებიან რესურსებს, მაგრამ ამ რესურსების უკან არ დგას არც საკმარისი ინტელექტუალური რესურსი, იმიტომ რომ საუბარია ბუნებრივ რესურსებზე, არც საკმარისი ორგანიზაციული რესურსი და საერთო სისტემა, რომელსაც ის ეკონომიკა ეფუძნება, არის ისეთ ის, რომელიც ჩვენ მოვიშორეთ 2003 წლის შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, სოფლიოში ახლა არის რთული სიტუაცია. ევროპაში არის დიდი ეკონომიკური მიწისძვრა. ჩვენ მიწისქვეშა ბიძგებს ამ მიწისძვრის რა თქმა უნდა გზნობთ. მაგრამ ამან ვერ უნდა გამოიწვიოს ჩვენთან ვერანაირი ეკონომიკური ნგრევა, იმიტომ რომ ქართული ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში მიდის ჩვენი განვითარება სწორი მიმართულებით. ეს არის ეკონომიკა, რომელიც არ არის გადახურებული, რომელიც არ ეფუძნება სპეკულაციას და პირამიდის სქემებს, რომელშიც არის ძალიან დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი, რომელსაც მომავალ წელს კიდევ უფრო ვამცირებთ, ეკონომიკა, რომელშიც არის ძალიან დაბალი ვალის შესაბამისობა საერთო ერთიან ეროვნულ პროდუქტთან, ეხლა ვალი არის უფრო დაბალი ვიდრე 2004 წელს, როცა მე გავხდი პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ ვალები, მაგრამ ბევრად მეტი გვაქვს ერთიანი ეროვნული პროდუქტი. 3.5-ჯერ მოხდა საქართველოს კაპიტალიზაციის და ნომინალში თითქმის 4-ჯერ, 3.5-დან 4-ჯერ, ეს ბოლო ციფრები არ მაქვს. საქართველო, რა თქმა უნდა, არ არის ჯერ მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ეს არის ძალიან დადებით ტენდენცია. დადებით ტენდენცია ის, რომ პირველად ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენთან დაიწყო უმუშევრობის კლება. 2008-ში 9-ში უმუშევრობა ავიდა თითქმის 18-დან 20%-მდე, შემდეგ წამოვიდა 16%-ზე, ახლა არის 14% და ჩვენი რა თქმა უნდა ციფრი არის საბოლოო ჯამში, რომ იყოს უმუშევრობა 10%-ზე დაბლა, ამას შევლაპარაკობთ მოდერნიზაციის გეგმით 2015 წელს. როცა ვლაპარაკობთ მოდერნიზაციის გეგმაზე, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ საარჩევნო ციკლებს და რაღაც სამთავრობო ციკლებს კი არ მიუსადებოთ ჩვენი განვითარება. რა არჩევნებიც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა იყოს, იმდენი ქართეხილი გამოვიარეთ, იმდენი ქარცეცხლი, იმდენი რყევა ბოლო წლებში, რომ ჩვენ გამოგვიმუშავდა იმუნიტეტი. ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ყველანაირი პოლიტიკური პროცესები და ეკონომიკა გაყოფილი იქნას ერთმანეთისგან. რომ ვიღაცა ავანტურის სიტუაცია რაც იყო 2009 წელში აპრილში ან 2007-ში ნოემბერში მოვა აზრად რაღაცის მასობრივი დესტაბილიზაცია, ქუჩის მიტინგები რაც იყო ჩვენ წინ ან უბრალოდ დამაშინებელი რიტორიკა
ამან არ გამოიწვიოს, ეს არ გადაედოს ეკონომიკურ პროცესებში. ამ პირობებში, როცა ჩვენ შევინარჩუნეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, როცა ჩვენ ლაპარაკობთ უმუშევრობაზე, ეხლა არის ხალხის მომზადება და გადამზადება. ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი უახლოესი წლების განმავლობაში. ამიტომ ის პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ინგლისური სწავლის, ეს არის პირველ რიგში დასაქმების პროგრამა. ეს არ არის მხოლოდ სკოლაში ინგლისურის მასწავლებლები. თბილისში 100,000-ზე მეტი ადამიანი გაივლის, ანუ გადის და გაივლის უახლოეს ხანში, მათ შორის ძირითადად შუახნის ხალხი, ძირითადად ხალბატონები 45-დან 65 წლის ასაკამდე გაივლის გადამზადებას ინგლისურში და კომპიუტერში, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ელემენტალურად ზის დასაქმების საშუალებას ადამიანისთვის. ზუსტად იგივე პროგრამები გვაქვს ჩვენ რეგიონებში. ზუსტად იგივე რაღაცას ვაკეთებთ ჩვენ ქუთაისში და ბათუმში და სხვა ქალაქებში და ასევე სოფლად. ტექნოლოგიური ტექნიკური სკოლები. ჩვენ გვაქვს მთელი პროგრამა რამდენიმე ათეული ტექნიკური სკოლის, რომელიც ზუსტად იმ პროფესიის ადამიანებს ამზადებს, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება ახლა თანამედროვე ბაზარზე. ამზადებს და გადაამზადებს. ჩვენ გვაქვს გეგმა ძალიან ამბიციური ახალი ქართული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, რომლის ადგილსამყოფლად განსაზღვრეთ ბათუმი. იმედია რომ მომავალ წელს დავიწყებთ უკვე ამ გეგმის განხორციელებას, იმიტომ რომ შემდეგი ეტაპი უკვე განვითარების არის ის, რომ ელემენტარული ჭანჭიკების დამზადება არ გჭირდებოდეს მათ სარბენად უკრაინაში, ბელარუსში, თურქეთში, ზუსტად იგივე ბაზა იყო ჩვენთან და მე ეჭვი მაქვს რომ ჩვენ ამ ყველა რეფორმის შედეგად ჩვენ გვექნება ბევრად უფრო მეტი ინტელექტუალური პოტენციალი შემდეგი წლების განმავლობაში. დღევანდელ შტორმში, დღევანდელ სტიქიურ უბედურებაში, რაც არის ევროპაში განსაკუთრებით, ჩვენ გვჭირდება ძალიან ეფექტური და ძალიან ფრთხილი მოქმედება, მაგრამ ამავე დროს ფრთხილი იმაში რომ რაღაც სისულელები არ გავაკეთოთ, მაგრამ ძალიან გაბედული ისევ შემდგომი რეფორმების კუთხით. იმიტომ რომ ერთი რამ რაც კარგი გვასწავლა რუსულმა ემბარგომ. ჩვენ რო დღეს ყოფილიყავით იმ მდგომარეობაში, რაც ვიყავით 2006 წლამდე, როცა ემბარგო შემოიღო, ჩამოკიდებული ერთ ბაზარზე, უკვე 2008 წელს ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა განადგურებული. ჩააკვირდით, მე არ მინდა არავის ვაწყენინო, მაგრამ რეგიონის ზოგიერთ სხვა ქვეყანა, როცა ჩვენ ქონდა მხოლოდ -3% ვარდნა 2009 წელს. მათ ქონდათ -15 და -20%. რატო? იმიტომ რომ როგორც ჩვენ 2006 წლამდე, როგორც ნემსზე იყვნენ შემჯდარი ერთი ქვეყნის ეკონომიკაზე, ერთი ქვეყნის ბაზარზე, ერთი ქვეყნის ინვესტიციებს და იმ ქვეყანას როგორც კი შეერყა პოზიციები, ეგრევე იმ ქვეყანამ ჩაიყოლა ბევრად უარესად ზოგიერთი რეგიონალური ქვეყანა. ამიტომ იყო რომ 2006 წელს ჩვენ დიდი დარტყმა მივიღეთ კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ გაყიდეს პროდუქცია, დააკრათ შემოსავალი, გაჩერდა რაღაც ეკონომიკური პროცესები, მაგრამ გრძელვადიანად ჩვენ ვისწავლეთ საკუთარ ფეხზე დგომა და წელში გამართვა საკუთარი ძალებით. ამიტომ დღეს ჩვენ არ აქვს ერთი ცალკე აღებული წამყვანი ინვესტორი, ერთი ცალკე აღებული ბაზარი, ერთი ცალკე აღებული საექსპორტო და საიმპორტო წყარო. ჩვენ ახლა ვართ პრაქტიკულად ყველაფერზე, ყველა მიმართულებით განვითარებული. ამიტომ ამ ხრივ ბევრ ევროკავშირის ქვეყანაზე ჩვენ უფრო წინ ვართ წასული. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ჩვენ ბევრ ევროკავშირის ქვეყანაზე წინ ვართ წასული. ხალხი შედის ევროკავშირში იმისათვის რომ ინფრასტრუქტურა ააშენოს. ჩვენ უკვე როცა შევალთ ევროკავშირში და ეს უკვე არის ჭეშმარიტება რომელსაც ყველა ლაპარაკობს, შევალთ იმ პოზიციებში რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა იქნება უფრო განვითარებული ვიდრე დღეს აქვს პოლონეთს, ვიდრე აქვს ლიტვას, ვიდრე აქვს ლატვიას. ველოდებით იმას რომ უკვე წლის ბოლომდე იმედი გვაქვს გავხსნით მოლაპარაკებებს ღრმა თავისუფალ ვაჭრობაზე ევროკავშირთან. პირველ რიგში ჩვენ ეს გვჭირდება. ხვალ ველოდები მე ევროკომისიის საგარეო მინისტრ კატრინ ეშტონს ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ როგორც არასდროს ჩვენ ახლა გვჭირდება დაჩქარება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების. როგორც არ უნდა უჭირდეს ევროპულ ბაზარს, ევროპული ბაზარი ჩვენისთან ქვეყნისთვის არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ამავე დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია შუა აზიის ბაზარი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დსთ-ის ქვეყნის ბაზრები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით განვითარება. როცა ცუდი პროცესებია სოფლიოში, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნების. აი ხა მაგალითად ეს ბანკი, ჩვენი ბანკი და სხვა ეკონომიკური აქტორები უნდა ჩასაფრებული იყვნენ, იმიტომ კაპიტალი გარბის რუსეთიდან, კაპიტალი გარბის ზოგიერთ სხვა ქვეყნებიდან. შეუძლებელია რომ არ გაიქცია. სად უნდა წავიდეს ეს კაპიტალი? იქ სადაც არის კაპიტალისტვის ყველაზე კარგი პირობები. სად არის ყველაზე კარგი პირობები? გამოიცანეთ ჩვენ ყველა მიცით საქართველოში. ყველაზე ადვილი ადგილი ამ რეგიონში ბიზნესის აკეთებლად. ყველაზე ჩქარი პროცედურა სოფლიოში საწარმოების რეგისტრაციის, ყველაზე ჩქარი პროცედურა სოფლიოში საკუთრების რეგისტრაციის, დიდი დამჭერებით უნდა დავდგეთ საქართველოს საზღვრებთან და საქართველოს საზღვრებს გარეთ და გადავიჭიროთ გამოქცეული შეშინებული კაპიტალი და დაობანდებიოთ ამ ქვეყანაში, რომელიც ჩქარა გახდება ამ რეგიონის
მთელი ამ შუა აზიის და ევროპის ამ რეგიონის და სამხრეთ ჩრდილოეთის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ხაბი, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტიურობის ცენტრი. მე კონცეფცია ჩვენ მქონდა 2003 წლამდე, რომ საქართველო არის დერეფანი. მე არ მომწონს დერეფნის კონცეფცია, მე მინდა რომ საქართველო იყოს ცენტრი. საქართველო გამტარი კი არ უნდა იყოს, საქართველო უნდა იყოს შემკრები. საქართველო ვიღაცის დაქვემდებარებული კი არ უნდა იყოს, საქართველო დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომელიც განსაზღვრავს თავის ბედს და აწესებს ასევე სტანდარტს და ესე იგი თამაშის წესებს მთელი რეგიონისთვის. ეს არ არის ზედმეტად ამბიციური განცხადება. ამ ბანკმა შეძლო რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოფილიყო ყველაზე მაგარი ბანკი. ჩვენი ქვეყანა და ეს ბანკიც არის ერთმანეთთან პარალელში და სხვა ბანკებიც ხო ჩვენს. ჩვენ ვახერხებთ რომ შევქმნელი ვიყოთ სტანდარტების და ყველაზე მაღალი განვითარების დონე ვაჩვენოთ ამ რეგიონში.